ოზურგეთში სახალხო დღესასწაული ალეგრობა გაიმართა. ქალაქში იმდენად მრავალფეროვანი გარემო იყო, რომ ნებისმიერი ადამიანი იპოვიდა თავისი გემოვნების შესაბამის გასართობს. დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. ალეგრობა ოზურგეთობა ულამაზესი სახალხო დღესასწაული გამოდგა. ქალაქის თეატრალურ მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი გასართობი იყო მოწყობილი. საგანგებოდ დამონტაჟებულ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში კონცერტი მიმდინარეობდა, რომელშიც ერთმანეთს ვოკალური ნომრები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდა. ჩვენ მუსიკალური სკოლის აღსაზრდელები ვუერთდებით ამ დიდ სახალხო სცენას და მინდა მთელ საქართველოს და კერძოდ გურულებს მიულოცო. ულოცავ ყველა ოზურგეთელს დღევანდელ დღეს, ალეგრობის დღესასწაულს და მიხარია რომ ამდენი ჩვენი თანაქალაქელი გახდა ამ ლამაზი ღონისძიების თანამონაწილე და ვისურვებდი რომ ასეთი გამოცოცხლებული მენახოს ჩემი ქალაქი ყოველ დღე როგორც დღეს არის. ჩვენს ქალაქში მიხარია რომ დღეს ძალიან ლამაზი დღე არის. ეს დღე უკავშირდება ქალაქში ძველი, დაკარგული და უკვე აღდგენილი დღესასწაულის ალეგრობის დაბრუნებას, თუმცა ამ დღესასწაულის აღდგენის ცდილობა 2011 წელს იყო, მაგრამ ახლა მე ვფიქრობ დღეს უფრო ქალაქური იერი შეიძინა მან. ჭადრების ბაღში ღვინის, ჩაის და წიგნის ფესტივალი, სპორტული ასპარეზობები, ფოტოების და ყვავილების გამოფენა იყო მოწყობილი. აქვე ნახავდით ხალხური რეწვის ნიმუშებსაც. ხიარულება დღესასწაულს ქუჩის მსახიობების მიერ გამართულმა წარმოდგენამ შემატა. მათ სანახაობას იქ მყოფი მაყურებლები შეუერთდნენ, ამით განსაკუთრებით ბავშვები ჩანდნენ კმაყოფილები. გურულების ენაკვიმატობასაც არ ჰქონდა საზღვარი. მე ვეღარ გეტყვი ისეთი გადასარევი დღეია. რაც არ უნდა გშიოდეს. ამ ფერდროზე გამძღარი ყარვიზია. გურულის სიმღერას თქვათ ერთი გურიაში. შეიძლება თქვათ? არა სიმღერა დაიწყო. მივალ გურიაში. მივალ შედაიწყო მე გეტყვიროთ. მივალ გურიაში მარა სულმა წინწინ გეიმარა მივდიერ დაბრუნდა არც მიყავდა მადბარადა. დღის ბოლოს ოზურგეთელების განწყობაზე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი და ანსამბლი მეტეხი ზრუნავდა. სცენაზე მათ გამოჩენას ქალაქელების დიდი ოვაციები მოჰყვა. ამავე დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას, რომელიც ყოველწლიურად საპატიო ოზურგეთელის გამოვლენას ითვალისწინებს. წლევანდელ ოზურგეთობაზე 6 ადამიანი: მერაბ ბერძენიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ეთერ ქადეიშვილი, არსენ კეჭაყმაძე, ლიანა შეწირული და თემურ ჯახვა გახდა ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი. რელიგიიდან მიულოცო ოზურგეთელს დღევანდელი დღესასწაული, რომელიც აღდგა გარკვეული წლების შემდეგ. ეს არის სიხალის ეთელი მოსახლეობის გამოსულია დიდი პატარა სულ ქალაქში და ზეიმობთ ოზურგეთლობას და ამ პირველ დღესასწაულზე ვაგირჩევენ პირველ მოქალაქეთ რო იყვნენ ასე და საპატიო მოქალაქეთ ეს დიდი დამსახურება ჩემთვის დიდი ვალდებულება და მავალდებულოს მომავალში ჩემი ენერგია ყველაფერი მოვახვალოთ ჩემ ქალაქს ჩემს ოზურგეთს ჩემს გურიას და არ დავიშურებ ენერგიას რაც ცოდნა გამოცდილებას ყველაფერს გავაკეთე. ღონისძიება ქალაქის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.